ყველასთვის ცნობილია არ არის ცალსახად არგუმენტი, ხო? ყველამ იცით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, ერთი ადამიანი ამბობდა, რომ გვალიო და ისიც შეწვეს თუ დაწვეს, ხო? ასე რომ ეს თავისთავად არგუმენტი, რომ ყველასთვის ცნობილია, არ არის. პირველი, როდესაც ჩვენ ორ ალტერნატივას გვთავაზობენ, უკვე შეგვიძლია დავფიქრდეთ, რომ ხო არ არის ეს შეგნებულად შეზღუდული არჩევანი და ვიფიქროთ, რომ თუ მესამე და მეოთხე არსებობს, მაშინ ან ჩვენი, ასე ვთქვათ, იქითა მხარე ოპონენტი ვერ ხედავს ამას, ან შეგნებულად აკეთებს ასეთ არჩევანს, ხო? ამჟამად გესაუბრებით манипуляციაზე. ზოგადად ადამიანები ყოფით ცხოვრებაში манипуляციას უწოდებენ ყველაფერს. არადა ეს არის ემოციური ზემოქმედება არაწესიერი მეთოდებით. საერთოდ თუ ჩვენ გვინდა ყურადღებით ვიყოთ, რომ არ აღმოჩნდეთ манипуляციის მსხვერპლი, მოდი ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ, რომელია საშიში დასაწყისები, რომ შეიძლება რაღაცას გვიმზადებენ და რაღაც ხაფანგია. ალბათ ყველას გაიგეთ ესეთი დასაწყისი, ყველასთვის ცნობილია რომ. და ნახეთ რა ხდება, ყველასთვის ცნობილია რომ, თქვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ იყურებით აუდიტორიას, უყურებთ, აუდიტორია ხმას არ იღებს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეთყობა მართლა ყველასთვის ცნობილია და ერთადერთი თქვენ ხართ, რაც არ იცოდით, მაგრამ არ იცით, რომ ყველა აუდიტორიის მსხვერპლი იგივეს ფიქრობს. ამიტომ ყველასთვის ცნობილია, მერე, ასე ვთქვათ, აგრძელებს გამომსვლელი, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ის რაც მან მოიტანა, თურმე არავისთვის ცნობილი არ ყოფილა. ასევე მაგალითად დასაწყისი, როგორც ექსპერტები ამბობენ, კვლევებმა აჩვენეს, ანუ პირველი ორი წინადადება მოდის როგორც არგუმენტი. თუნდაც პირველივე, აი ყველასთვის ცნობილია რომ ახსენე, ყველასთვის ცნობილია არ არის ცალსახად არგუმენტი, ხო? ყველამ იცით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, ერთი ადამიანი ამბობდა, რომ გვალიო და ისიც შეწვეს თუ დაწვეს, ხო? ასე რომ ეს თავისთავად არგუმენტი, რომ ყველასთვის ცნობილია, არ არის. რომ ჩვენ მივიღოთ ის ჭეშმარიტება. ნუ ეს ზოგადად ასე ვთქვათ, რაც შეეხება манипуляციას, გადავიდეთ ახლა რამდენიმე ტექნიკაზე. ეს არის манипуляციის ის ხერხი, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ორ რაღაცას, ან. და ამ შემთხვევაში ილუზია იქმნება, რომ თითქოს არჩევანი გვაქვს და სინამდვილეში ჩვენი არჩევანი შეზღუდულია აი ამ ალტერნატივების შეჩეჩებით, მოდი ასე ვთქვათ. იმისათვის რომ თქვენთვის უფრო ნამდვილი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ეს მაგალითები, მე რამდენიმე ასე ვთქვათ, ციტატა შევაგროვე რეალური მაგალითებიდან და შევაგროვე ზუსტად საინფორმაციო პრესის საშუალებებიდან, ასე ვთქვათ, მედიიდან. მაგალითად ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება სტუმარს. თქვენი კომპანია ან სრულად იღებს პასუხისმგებლობას ამ შეცდომაზე, ან საერთოდ უარს ამბობს გამჭირვალეობას. დააკვირდით, რომ მოცემულია ორი არჩევანი და რეალურად ეს არის манипуляция, იმიტომ რეალურად შეიძლება არსებობდეს მესამე არჩევანი, შეიძლება იყოს ნაწილობრივი პროცესის, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი პასუხისმგებლობა, გაუმჯობესების გეგმა და ასე. პირველ შემთხვევაში, ნახე, არჩევის შემთხვევაში, ან პასუხისმგებლობას არ ვიღებ, ეგრე გამოდის, ან საერთოდ უარს ვამბობ გამჭირვალობას. ამ დროს არის მესამე ვარიანტი, რომ არც გამჭირვალობაზე ვამბობ უარს. და პასუხისმგებლობასაც ვიღებ. მეორე მაგალითი, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს ხარს უჭერს ამ ინიციატივას თუ წინააღმდეგია პროგრესის. ნახეთ რა კარგად არის აგებული წინადადება. უნდა გადაწყვიტოს თითქოს ორი რაღაცა, ან ხარს უჭერს ინიციატივას, ან წინააღმდეგია პროგრესის. ნახეთ, მეორე ალტერნატივა უარყოფითად გამოიყურება. მე თუ არ ვუჭერ ინიციატივას, გამოდის რომ პროგრესის წინააღმდეგია და საერთოდ ვინ თქვა რომ ის ინიციატივა ან პროგრესის მაჩვენებელია, ან არა, ამაზე კითხვა არ ისმის. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ აი ეს შავთეთრი არგუმენტაცია? პირველი, როდესაც ჩვენ ორ ალტერნატივას გვთავაზობენ,
უკვე შეგვიძლია დავფიქრდეთ, რომ ხო არ არის ეს შეგნებულად შეზღუდული არჩევანი და ვიფიქროთ, რომ თუ მესამე და მეოთხე არსებობს, მაშინ ან ჩვენი, ასე ვთქვათ, იქით ამხარე ოპონენტი ვერ ხედავს ამას, ან შეგნებულად აკეთებს ასეთ არჩევანს, ხო? რეალურად რო დავაკვირდეთ, ეს არის ან დროის შეზღუდვა, ან სივრცის შეზღუდვა, ამავე მანიპულაციას განეკუთვნება უყვართ ხოლმე ჟურნალისტებს და არა მარტო ჟურნალისტებს კი და არა მიპასუხეთ. ნახე, ორი არჩევანი გაქვს, ან კი, ან არა. თან ნახეთ როგორ მიყავს, თქვენ ძნელია, კი თუ არა. აი, ამის ხერხი როგორ უნდა რაში მდგომარეობს ეს მანიპულაცია, იცით საწერია პირველი კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს, აი იმ ლიტერატურაში 7 წლის თუ 6 წლის თუ როდესაც მოგიწიათ ამის წაკითხვა, ნახავდით ამ ხერხს. ეს ზუსტად კარლსონი ედავება დიასახლის, რომ არ შეიძლება ეგეთი კი და არას პასუხებში, იმიტომ რომ პასუხი აქნება არაზუსტიო და როგორო და ეკითხება თქვენ დილაობით შეწყვიტეთ კონიაკის სმა. ამ შემთხვევაში არჩევანი გაქვთ კი და არა. თუ იტყვით კი, ესე იგი სვავდით, თუ იტყვით არა, ესე იგი სვავთ. ამ დროს საერთოდ არ გაკარებიხებთ კონიაკს, ხო? ამიტომ კი და არაც არის მანიპულაციის კარგი საშუალება, როცა ალტერნატივებს ვაჩეჩებთ ადამიანს. როგორ ასე ვთქვათ, პასუხობთ? პირველ რიგში, ასე ვთქვათ, შემოგვაქვს მესამე ვარიანტი. შეგვიძლია პირდაპირ უთხრათ ოპონენტს, რომ რატო ფიქრობთ, რომ ეს ორი არჩევანია და რატო არ არსებობს მესამე. შემდეგ ამით თვითონ ასე ვთქვათ, შეზღუდული არჩევანიდან გავდივართ გარეთ, მიუთითებთ და ოპონენტს უკვე დაჭირდება, რომ ამტკიცოს რატოა ეს ორი, იმიტომ რომ მე მიუთითე, რომ იქნებ მესამეც არსებობს. შეიძლება პირდაპირ უთხრათ, რომ თქვენ მესამე გზას ხედავთ და უბრალოდ აბალანსებულს, ვიდრე მას. და საერთოდ შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი ხედვა ძალიან დავიწროებულია, იმიტომ რომ მხოლოდ ორ რაღაცას ხედავს და ამით უკვე შეტევაზე თქვენ გადადიხართ და დაამტკიცოთ და ასეთი რაღაცა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ეს არის როცა შეგნებულად შემოთავაზებულია ალტერნატივები, ოღონდ ერთი ალტერნატივა არის დისკრედიტირებული. ანუ ცუდად გამოიყურება. იქმნება ილუზია, რომ არჩევანს ვაძლევთ ადამიანს, არჩევნის საშუალებას ვაძლევთ და სინამდვილეში პრაქტიკულად არჩევანი გაკეთებულია. მოდი ვნახოთ ეს მაგალითებიც მედიიდან აღებული. ან თქვენ მხარს უჭერთ ამ ცვლილებას, ან გინდათ, რომ სისტემა ისევ ქაოსში დარჩეს. მე მგონი გასაგებია. აქ არჩევანი თქვენს მაგივრად გაკეთებულია, რომ თქვენ უნდა დაუჭიროთ ამ ცვლილებას. სხვა ვარიანტი აღმოჩნდება, რომ თქვენ, თქვათ, სისტემას ქაოსში ტოვებთ. თუ დააკვირდებით, აქ ეს ქაოსი ხელოვნურად უარყოფითია. მეორე მაგალითი. მაყურებელს რჩება ორი არჩევანი, ან მიიღოს ეს ახალი მოდელი, ან დარჩეს მოძველებულ და არა ეფექტურ სისტემაში. იგივე ვარიანტი. ან იგივე ვარიანტია თქვენ, რომელსაც აირჩიათ შაბნელ წარსულს თუ ნათელ მომავალს. და რა თქმა უნდა, რატომ დაარჩიო შაბნელი წარსული, როცა ნათელი მომავალი მირჩევნია, ანუ ნახეთ, არჩევანის ილუზია იქნება, ოღონდ დისკრედიტირებულია ისე, რომ ასე ვთქვათ, გავაკეთო ის არჩევანი, რაც უნდა ოპონენტს. ახლა როგორ დავიცვათ ასეთი ტიპის მისგან თავი, ეს არის რომ პირდაპირ მიუთითოთ, რომ არჩევანის მეორე ნაწილი ხელოვნურად არის, ასე ვთქვათ, ნეგატიურად წარმოდგენილი. აქაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ არსებობს ამ ორის გარდა რაღაცა მესამე. ასეთი ტიპის წინააღმდეგობის გაწევა უკვე არღვევს იმ მოდელს, რომ ოპონენტის მიერ შემოთავაზებული არჩევანი ერთადერთია. და ნახეთ, სად ვაბრუნებთ, აქაც ოპონენტს ვაბრუნებთ, რომ დამატებით არგუმენტი მოიტანოს თავისი შემოთავაზებული ასე ვთქვათ, მოსაზრების სასარგებლოდ, ანუ გადაყავს ლაპარაკი არგუმენტებს. მანიპულაცია 3 შავფერში შეღების ტექნიკა. მაგალითი, თუ თქვენი ორგანიზაცია ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მომხარებლების მასობრივ უკმაყოფილებას. ანუ გაზვიადებულია მოსალოდნელი შედეგი ნეგატიური კუთხით. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაწევთ ემოციურ დაწოლას,
რომ აი მშავფერების შეღების შედეგად ადამიანს გაუჩინოთ შიში სხვა გადაწყვეტილების მიღების. მაგალითი ნომერი 2 იგივე შავფერები თუ ესწრება განხორციელდება, კომპანიები დიდ ზიანს მიიღებენ და ბაზარი ჩამოიშლება. სხვათაშორის ანალოგიური მაგალითი ხშირად მომისმენია ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ეკონომიკური პროგნოზების დროს ექსპერტებისაგან მომისმენია ზუსტად ანალოგიური მაგალითი, ასე რომ ამ შემთხვევაში მე იქიდან არ წამომიღია, მაგრამ ეს გავს ტექნიკა აქაც არის. რა ხდება ამ შემთხვევაში და როგორ შეიძლება გავუწიოთ წინააღმდეგობა? აქაც იგივე ვარიანტია ოპონენტს უთხრათ იმის შესახებ, რომ გადაჭარბებული შეფასება კატასტროფასთან დაკავშირებით და მეორე ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ, რომ რა არგუმენტებს ემყარება მისი ეს, ასე ვთქვათ, შეფასება. ან პირდაპირ უთხრათ, რომ ვიცით რა, მის შეფასებაზე საინტერესო უფრო ფაქტები და არგუმენტები, ანუ დავაბრუნოთ მსჯელობა არგუმენტების და ფაქტების კონტექსტში, რაც დიდი ვარაუდით იქით ამ მხარეს არ ექნება, იმიტომ რომ ის იყენებს პირდაპირ ამ ტექნიკას. თუ მოგეწონათ ჩემი მასტერკლასი, გამოიწერეთ მედია აკადემიის YouTube არხი.